ამ ხალხის, ასე ვთქვათ, როგორც ისინი ცდილობენ საკუთარი ერის გაძლიერებას კვებავენ ქართველების იძულვილით და ეს ხდება ყოველდღიურ რეჟიმში, ეს არის ყოველდღიური რუტინა, იქ სეპარატისტული ხელისუფლების და შესაბამისი რუსული სამსახურების, რომლებიც კოორდინირებას უკეთებენ, ასე ვთქვათ და ლაგამი აქვთ ამოდებული ამ მარიონეტული რეჟიმისთვის. ამდენად ხელოვნურად იზრდება ჩვენ შორის უფსკრული და ეს უფსკრული უკვე ძალიან დიდია და მე აქედან ვერ ხედავ შესაბამის რეაქციას და რეაგირებას. ის რაც კეთდება, ჩემთვის არ არის საკმარისი, მიმაჩნია რომ ზღვაში წვეთია. და რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, დრო გადის და დრო ჩვენზე არ მუშაობს. და ყველაზე მთავარი, რატომ ამას იქ არიან გალის რაიონში ცხოვრობს უამრავი ეთნიკური ქართველი, რომელთა კოგნიტური სივრცეებიც დღეს მორღვეულია და მასზე ეფექტური კონტროლი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყოველ შემთხვევაში მცდელობა აქვს მოწინააღმდეგეს. და ჩვენ გარდა იმისა, რომ აფხაზებს ვკარგავთ, ეთნიკურ აფხაზებს, როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენ ვდგავართ იმ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენ დავკარგოთ ჩვენი ქართველი თანამოქალაქეებიც, რადგან მიდის აბსოლუტურად უკანონო, ამორალური პოლიტიკა მათი, ასე ვთქვათ, ეთნიკური ნიშნის წაშლისა.